აპარტამენტი. მეორე წელზე წამოვიყვანთ იმათ. მოვიყვანე ესენიც. მარკეტშიც ვიყავთ ამასობაში. ნიკა აქეთ. დაუბინავდებით ახლა. სახლის ტური. ეს არის ჩვენი ვილა. პირველი სართული, სადაც ესეთი საწოლია. მისაღები, სამზარეულო. აქ აბაზანა. წინ არის აივანი. თან ძალიან დიდი. თავისი აუზის ხედით. დაბლა სართული. აქ კიდე ერთი ოთახი. თავისი აბაზანა ტუალეტით. კიდევ ერთი ოთახი. კიდევ ერთი ოთახი ერთი საძინებლით. დიდი აბაზანა. აივანზე გასასვლელი. ულანიკა. ცოტ ხასიათზე ყავს ნიკა. ესეც ზედა საძინებელი. გარეთაც გვაქვს უკანა მხარეს ასეთი ტერასა. ძივართ ეხა ერთ ოთახში და მარიამი არ გვევს სარეცხის მანქანა არ გვაქვს. Wi-Fi-ც არ არის. ყველაფერს ვერ ვაკეთებ. ერთი დღეა მოვედით და უკვე რაღაცას გლიჯა თავი. ამ ვილიდან მივდივართ. ინტერნეტი არ იყო. სარეცხის მანქანა არ იყო და 7 კაცი ვართ. სხვა ვილაში გადაგვიცვალეს და ახლა იქ მივდივართ. მთელი დღე დავკარგეთ ფაქტობრივად ამ ყველაფერში. ვართ ესაუდა ამოდის. ვართ ესაუდა ზეთისხელი ამოდის. თამაშია ბიჭო გაატარე მანქანა სარეცხის მანქანა კი არა. გუთავაზობდნენ ჩვენ გაგირეცხავთო, მაგრამ რა თქმა უნდა ეგრე არ გვინდოდა. უფრო კარგ აპარტამენტში თუ ვილაში გადმოვედით. იმედია ფულს არ მოგთხოვენ. ამ ვილაში გაგვიცვალეს. ეს ხის 1000 ლარი ძვირი და მე მაგაზე ვიცახი რომ იმედი ამ 1000 ლარს არ მოგთხოვენ რომ დავამატოთ. დავკარგეთ 4 საათი. შეგვეძლო რომ ზღვაზე ყოფილიყავით და რუჯი მიგვიღეთ. ნიკა გვეუბნება სად წავიდეთ. ლაკაბიჩი არის აქეთ ერთი რესტორანია და ჯობი აქეთ წავიდეთ, იმიტომ რომ ბევრია. აი მე ძალიან დაღლილები ვართ. ამას კველის ტკივა, იმას თავის ტკივა, ამან თავი მიარტყა წეღან რუმტურე. აქ არის ესეთი მისაღები, სამზარეულო, მაცივარი, იქ საპირფარეშო აბაზანა, ზედა სართული, ქვედა სართული. ჩვენი პირადი აუზი გვაქვს, გარე სივრცე მოსაჯდომი. ესეთი არის აპარტამენტის ზემოთ. აბაზანა ტუალეტით. ორი აივნით. დაბა მეორე. ვაუ, რომ ხელა. გვიწმინდავენ აუზი, იმიტომ რომ ჭყიანია. დაბლა სართული ვნახოთ. ეს არის ერთი ოთახი. ესეც მეორე ოთახი. აქ არის აბაზანა. არ ვიცი. თავშდებით მანქანაში. ნიკა არის აბარგულში. წინდაჟდომაზე არის მაგარი გრიალი. ანუ კი რატო უნდა პაკაბიჩს ერთი წამით? და იქეთ წადი. პირველივე ხედი და სანაპირო არის ულამაზესი. ჩემი მანქანით ძალიან უხდება აქაურობას. ლამაზია. უქროს სანაპიროს გავს. ლამაზია. ცივი წყალია?